მოგესალმებით ყველას, ვინც სპორტის და განსაკუთრებით MMA-ის სამყაროს მაჯისცემას მიჰყვებით. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მთელ ინტერნეტს აზანზაებს. საუბარია ილია თოფურიაზე და იმ მისტიკურ ქარდზე, რომელიც თეთრ სახლში იგეგმება. იცით, ეს სიტუაცია რას მაგონებს? აი, ძალიან ლამაზი შეყვარებული რომ ყავს და ყველას ეუბნები. არა, არ მომწონს, საერთოდ არ მინდა მასთან ყოფნაო. სინამდვილეში კი შიგნიდან იწვევი მის გამო. აი ზუსტად ასე იქცევა ილია. ილიამ პირდაპირ თქვა: მე არ მგონია რომ იქ ვიქნები, რადგან ამერიკელი არ ვარ. მათ არ სურთ ნახონ როგორ სცემს და აფენს ქართველი მათ ამერიკელ ჩემპიონს საკუთარ სახლში. ერთი შეხედვით ლოგიკურია, არა? მაგრამ მოდით ანალიტიკურად შევხედოთ. ილია ამბობს, რომ ზაფხულში აპირებს ჩხუბს. 14 ივნისი კი, როდესაც ეს ივენთი იგეგმება, გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისია. შემთხვევითობაა? არ მგონია. ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს დანა ვაითის მანქანა. 2 კვირის წინ მან თქვა რომ ქარდი უკვე მზად არის და ყველაფერი გადაწყვეტილია. და რა ხდება ამ დროს? ილია გამოდის და იწყებს საუბარს იმაზე რომ მას ალბათ არ დაუძახებენ. მეგობრებო, ეს არის კლასიკური სტორიტელინგი. თუ ილიას უკვე დაურეკეს და უთხრეს, პაპი მოემზადე 14 ივნისს ვაშინგტონში ჩხუბობ, ის ახლა დარბაზში იქნება გამოკეტილი და ოფლს ღურიდეს. და ის ალბათ არის კიდეც, უბრალოდ ჩვენ გვაჩვენებს ამ ინტრიგას. აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია. International Fight Week. ივლისი არის UFC-სთვის ოქროს თვე, გლობალური მასშტაბის ღონისძიება. ბევრი ამბობს, რომ ილიას იქ უფრო ელოდებიან, ვიდრე თეთრ სახლში. მაგრამ დაფიქრდით, ილია თოფურია დღეს არის ფიგურა, რომელიც ყიდის ყველგან. მას შეუძლია იყოს თეთრი სახლის მთავარი მოვლენაც და ივლისის გლობალური სახეც. იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ჯერ არც ერთ მებრძოლს არ დაუდია ოფიციალურად კონტრაქტი და არ უთქვამს: ხალხო, მე თეთრ სახლში ვჩხუბობ. არის მხოლოდ ჭორები, სურვილები და ილიას ეს უცნაური პოსტები. არ მჯერა რომ ჩემი ნახვა იქ უნდათო, ამბობს კაცი, რომელმაც მთელი ესპანეთი და საქართველო ფეხზე დააყენა. ეს უფრო გავს კომპანიაზე ზეწოლას, რომ საუკეთესო პირობები მიიღოს. ანალიტიკა გვეუბნება ერთ რამეს. ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი. ეს ის სამეულია, რომელიც ახლა ამ თემით მანიპულირებს. რატომ? იმიტომ რომ მათ იციან როგორ მართონ მასები. მაკგრეგორი ყვირის, კონტრაქტი მომეცით. ჯონსი ამბობს, მზად ვარ, ილია კი, მე არ მინდიხართ. სამივე სხვადასხვა ტაქტიკას იყენებს, მაგრამ მიზანი ერთია: მაქსიმალური ყურადღება. თუ დაუჯერებთ იმას, რომ ილიას ამერიკელი ჩემპიონის ცემა არ აწყობთ თეთრ სახლში, მაშინ საერთოდ რატომ არსებობს ეს სპორტი? UFC-სთვის ფული და რეიტინგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პატრიოტული გრძნობები ოქტაგონზე. წარმოიდგინეთ სურათი. ილია შედის ვაშინგტონში, აკეთებს იმას, რასაც საუკეთესოდ აკეთებს და მერე ამბობს: მე ხომ გითხარით. ეს ხომ იდეალური სცენარია ფილმისთვის. მოკლედ, ჩემი აზრით, ილიამ ზუსტად იცის როდის და სად ჩხუბობს. ის უბრალოდ გვეთამაშება. აგვისტო ცუდი თვეა ბიზნესისთვის. ყველა შვებულებაშია. ამიტომ ივლისი არის ის დრო, როცა მატადორი ისრევ გამოჩნდება. და თუ ის ამბობს, რომ თეთრ სახლში არ იქნება, მე პირადად სწორედ მაშინ დავიწყებდი ბილეთების ძებნას ვაშინგტონისთვის. იმიტომ რომ ამ დონის მარკეტინგი ტყუილად არ კეთდება. ახლა კი, სანამ გადავალთ შემდეგ ნაწილზე, დაფიქრდით, თქვენი აზრით, მართლა ეშინია დანა ვაითს, რომ ქართველი ამერიკელს საკუთარ მიწაზე სცემს, თუ ეს უბრალოდ მორიგი გენიალური გეგმაა რეიტინგების მოსახსნელად? ახლა კი მოდით, ყველაფრე საინტერესო მხარეს შევხედოთ. რატომ მაინც და მაინც ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსი? რატომ ტრიალებს თეთრი სახლის ქარდის გარშემო მხოლოდ ეს სამი სახელი? პასუხი მარტივია. ეს სამეული ყიდის ყველაფერს, ბილეთებს, ტრანსლაციებს და რაც მთავარია, აზრს. ისინი არიან თანამედროვე სპორტული მარკეტინგის გენიოსები. ბრძოლების სამყაროში ერთი ოქროს წესი არსებობს. ცუდი პიარიც კი კარგი პიარია. ნახეთ რას აკეთებს მაკგრეგორი. ტიპი პოსტავს, კონტრაქტს არ მიგზავნიან, UFC-მ დამივიწყა, რა ხდება? ჩვენ კი ვიცით რომ თუ კონორი ჩხუბობს, ის კონტრაქტი დიდი ხანია სეიფში უდევს. ეს უბრალოდ სპექტაკლია ჩვენთვის, ფანებისთვის. ილიამაც ზუსტად ეს ტალღა დაიჭირა. ის ამბობს: მე არ მგონია რომ ამერიკელებს ჩემი იქ ყოფნა აწყობდეთ. ეს ხომ პირდაპირი დარტყმაა ამერიკელი ფანების თავმოყარეობაზე. ამით ის იწვევს ინტერესს, აიძულებს ხალხს ილაპარაკონ მასზე. საერთოდ მეგობრობა და მტრობა ამ დონეზე ხშირად მხოლოდ ეკრანისთვისაა. რეალურად ეს ბიზნესია.
ილია, როცა ამბობს, რომ თეთრ სახლში ქართველის მიერ ამერიკელის გაწკეპვა არავის აწყობსო, ამით ის საკუთარ აქციებს წევს ზემოთ. ის თავს წარმოაჩენს როგორც საშიშ ძალას, რომლისაც სისტემასაც კი ეშინია. გენიალურია, არა? კიდევ ერთი მომენტი. დანა ვაიტმა თქვა, რომ ქარდი მზად არის. როცა დანა ამას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია. ამიტომ ილიას ეს ახალი რიტორიკა, რომ ზაფხულში ვიჩხუბებ, მაგრამ ალბათ არა ვაშინგტონში, შეიძლება ნიშნავდეს ორ რამეს. ან ის მართლაც International Fight Week-ისთვის ინახება, როგორც გლობალური ვარსკვლავი, ან კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი გველოდება. არ დაგავიწყდეთ პერეირასა და ჯონ ჯონსის ფაქტორიც. ამბობენ, რომ შეიძლება მათი ბრძოლა საერთოდ ტიტულის გარეშე ჩატარდეს, უბრალოდ სახელისთვის. თეთრი სახლი ისეთი ადგილია, სადაც ყველაფერი სიმბოლური უნდა იყოს. და რა არის იმაზე სიმბოლური, როცა ახალი თაობის მატადორი შედის სისტემის გულში და იქ ამყარებს თავის წესებს. მე თუ მკითხავთ, ილია თოფურია ახლა თავისი კარიერის იმ ეტაპზეა, როცა ის თავად წერს სცენარს. ის არ ელოდება წყალობას დანა ვაითისგან. ის თავად ქმნის მოთხოვნას. როცა ის ამბობს, მე არ ვიქნებიო, მთელი საქართველო და ესპანეთი იწყებს ყვირილს. როგორ თუ არ იქნება? ეს არის სოციალური მედიის ვირუსული ძალა, რომელსაც ილია იდეალურად ფლობს. და ბოლოს, ცოტა იუმორით რომ შევხედოთ. წარმოიდგინეთ, ილია თეთრ სახლში, გამარჯვების შემდეგ თავისი ქართული ნაბდით და ჩემპიონის ქამრით. ალბათ ამერიკელი ჩინოვნიკები მართლა ცოტა ნერვიულობენ. იმდენად თავდაჯერებულია ეს ბიჭი. ასე რომ მეგობრებო, ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც მებრძოლები პოსტავენ. დააკვირთით მათ ნაბიჯებს და არა სიტყვებს. ილია მატადორია და მან ზუსტად იცის, როდის უნდა მოიქნიოს წითელი ნაჭერი, რომ ხარი ზუსტად იქ მივიდეს, სადაც მას სჭირდება. მოდით ახლა ყველაზე მთავარ კითხვას უპასუხოთ. თუ ილია თეთრ სახლში არ იჩხუბებს, მაშინ ვინ იქნება მისი მეტოქე და სად? ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აგვისტო მკვდარი თვეა ბიზნესისთვის. ყველა ისვენებს, ხალხი შვებულებაშია და დიდ pay-per-views, PPV-ს ვერ გაყიდი. ივლისი კი სხვა საქმეა. International Fight Week არის ის მომენტი, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ვეგასისკენ არის მიპყრობილი. თუმცა ილიას სტრატეგია მე იქ არ ვიქნები, მაინც ძალიან გავს კლასიკურ ვაჭრობას. დააკვირდით, როგორ მუშაობს ეს სისტემა. როცა სპორტსმენი ამბობს, რომ მას არ სთავაზობენ იმას, რაც სუხს, ეს ხშირად ნიშნავს, რომ ის მეტ სითხოს და ილიას აქვს ამის უფლება. ის არაა უბრალოდ კიდევ ერთი ჩემპიონი, ის არის მთელი რეგიონის სახე. საინტერესოა პერეირასა და ჯონ ჯონსის თემაც. თუ UFC მართლა აპირებს ამ ბრძოლის ჩატარებას თეთრ სახლში, ტიტულის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ მათ ჭირდებათ სხვა გიგანტები ქარდის შესავსებად. და ვინ არის იმაზე დიდი გიგანტი დღეს, ვიდრე ილია თოფურია. არ მჯერა, რომ დანა ვაიტი ასეთ შანსს ხელიდან გაუშვებს. ახლა კი ყველაზე მთავარი. რატომაა ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ თვალწინ იწერება ისტორია. ქართველი მებრძოლი არა მხოლოდ ოქტაგონზეა დომინანტი, არამედ საინფორმაციო ომშიც ტოლს არავის უდებს. ილია თოფურიამ ისწავლა მთავარი, როგორ აიძულოს ხალხი სულ მასზე ილაპარაკონ, მაშინაც როცა არ ჩხუბობს. ეს არის ნამდვილი ვარსკვლავური ძალა. ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ რას ფიქრობთ? მართლა სჯერა ილიას, რომ ამერიკელები მას ბლოკავენ, თუ ეს უბრალოდ გენიალური სვლაა, რომ UFC-მ უფრო დიდი ჰონორარი შესთავაზოს? დაწერეთ კომენტარებში თქვენი ვერსიები. მე ყველას წავიკითხავ. და კიდევ ერთი, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა სიახლეს, თარგმნილ ინტერვიუებს და ექსკლუზიურ ანალიტიკას პირველად ჩვენს Telegram არხზე გაიგებთ. იქ ყველაფერი უფრო ცხელია და ოპერატიული. ველოდებით ოფიციალურ განცხადებას. მანამდე კი უბრალოდ დატკბით ამ პროცესით. ილია თოფურია გვასწავლის, რომ ბრძოლა ოქტაგონამდე დიდი ხნით ადრე იწყება, მიკროფონებთან და სოციალურ ქსელებში და ამ ბრძოლას ის უკვე იგებს. დღეისთვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და იყავით მზად, რადგან მატადორი ყოველთვის პოულობს გზას, რომ ყველას პირი დაააღებინოს. მომავალ შეხვედრამდე.